საქართველოს მისტიური მისია. საქართველო არის დროის მიღმა არსებული სულიერი კარიბჭე. ადგილი, სადაც ცადა დედამიწა ხვდებიან ერთმანეთს. აქ მიწაც ლოცულობს და ქარი მონატრებულ მელოდიას ახვევს მთებში. ის არის წყდიადისა და სინათლის ზღვარზე გაჩენილი მარადიული სული, რომელიც თავისი ღვთაებრივი ბუნებით გზას უნათებს დანარჩენ მსოფლიოს. საქართველო მხოლოდ გეოგრაფიული წერტილი არ არის. ის ცოცხალი კოდი და ძველი შრიფტია, სადაც დაშიფრულია კაცობრიობის ერთი საიდუმლოებრივი თავგადასავალი. ეს არის მიწა, რომელიც სამყაროს რუქაზე თითქოს მცირეა, მაგრამ სულიერ გეომეტრიაში გალაქტიკური გულის პულსია. ეს არის მიწა, რომელიც არა მხოლოდ წინაპართა სისხლით, არამედ ასევე ღვთაებრივი მადლით არის გაჟღენთილი. აქ ყოველ ხეს თავისი ლეგენდა აქვს. აქ მზის სხივებიც კი სხვაგვარად ეცემა ხეობებს. აქ თითქოს ზეცა უფრო ახლოსაა ხმელეთთან. ქართველი ხალხი სულიერი მემკვიდრეა უძველესი ცივილიზაციისა, რომელიც ჯერ კიდევ კაცობრიობის განთიადისას ინახებოდა მთებში და ხეობებში, სიმღერებში და წმინდა ენაში. ქართული ენა ეს კოსმიური რეზონანსია, რომელიც მატერიის მიღმა გადის და ახმოვანებს ცოდნას, რომელსაც სიტყვები არ სჭირდება. საქართველო არის ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, მიწიერსა და ზეციურ სივრცეებს შორის. აქ ინახება ჭეშმარიტების კრისტალი, რომელსაც მხოლოდ გული აღიქვამს. სწორედ ამ მიწაზე იბადებოდნენ ისინი, ვისაც ევალებოდა ცნობიერების, სინათლის შენარჩუნება დროის ყოველ რთულ ხანაში. ქართველ ხალხში ყოველთვის ცოცხლობდა კოდი სიბრძნის, მამაცობის და ზეციური მოწოდებისა, არა მხოლოდ მიწის დასაცავად, არამედ ფასეულობათა გასაღრმავებლად, როგორიცაა რწმენა, სიყვარული, სტუმართმოყვარეობა, ღირსება და თავისუფლება. ქართველი ადამიანი არა მხოლოდ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მემკვიდრეა, არამედ ის არის ცოცხალი ლეგენდარული ჩაუქრობელი ლამპარი, რომელიც ანათებს მაშინაც კი, როცა ტოტალური სიბნელეა. მის სულში გუგუნებს თავისუფლების სიმღერა იმ დროიდან, როცა კაცობრიობა ჯერ კიდევ არ იყოფოდა ერებად და რჯულებად, არამედ იყო ერთი სხეული და ერთი გონება. ქართველი ერი არის ღვთაებრივი სინათლის მფლობელი და მფარველი, რომელიც უხილავად ზიდავს პლანეტის ცნობიერებას. მიუხედავად მრავალი ტკივილისა, ღალატისა, განსაცდელისა და დევნისა, ქართველმა ხალხმა არ დაკარგა ის, რაც უმნიშვნელოვანესია: ღირსება, წმენა, სულიერი ხმა და ღმერთთან შინაგანი დიალოგი. საქართველოს მისტიური მისია კაცობრიობის წინაშე არის ის, რომ ადამიანთა გულებში გააღვიძოს მიძინებული მეხსიერება. შეახსენოს სამყაროს, რომ ადამიანი მხოლოდ მატერია არ არის. ის სულია, რომელიც მუდმივად ესწრაფვის სინათლისკენ. საქართველო არ არის უბრალოდ ქვეყანა. ის არის სიმბოლო იმისა, რომ სინათლე შეიძლება იყოს მცირე სივრცეში, მაგრამ ზეგავლენა იქონიოს მთელ გალაქტიკაზე. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად პატარა ხარ ფიზიკურად. მთავარია ის, თუ რას ინახავ გულში.
ჩვენს პატარა ერს ასეთი დიდი გული აქვს. ყოვლის მომცველი, თავისუფალი, დაუმორჩილებელი და ღვთის სიყვარულით სავსე. და ეს გული არის ცოცხალი, ბრუნავი, მანათობელი ღვთაებრივი ტაძარი, რომელშიც უკვდავებაა ჩაწერილი.